მოგესალმებით. იმედის გმირებში დღეს აფხაზეთის თემას შევეხებით. ჩვენს გმირს ქალბატონ იმედა ზარანდიას ეგრეთ წოდებულ აფხაზეთის იმედს უწოდებენ. ეს არის ქალი, რომელიც გალის რაიონში ცხოვრობს, მაგრამ იქ არსებული მკაცრი კონტროლის მიუხედავად ახერხებს კარდაკარ იაროს, ბავშვებს ქართულ ენაზე წერა-კითხვა შეასწავლოს, სიღარიბის ზღვარზე მყოფი ოჯახებისთვის დახმარების გზები მოიძიოს და საჭიროების შემთხვევაში საკუთარი სახსრებით დაეხმაროს ქართველებს. საკუთარი პენსიიდან გამოყოფილი ფულით ჩვენი გმირი ზუგდიდში გადმოდის. პროდუქტებს ყიდულობს და ჩანთებით დახუნძლული ისევ გალში გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად ბრუნდება. მისი ცხოვრება ხიდის ორ მხარეს პარალელურად გრძელდება. ბუნებრივია ჩვენ ვერ მოვახერხეთ კამერით გადავსულიყავით ენგურის ხიდზე და ქალბატონი იმედა გალში გადაგვეღო. ამიტომ ფილმის ძირითადი ნაწილი სამოყვარულო კამერით გადაღებული დოკუმენტური კადრებით შევავსეთ. ასევე გაგვიჭირდა რესპონდენტების მოძებნა, რადგან ხიდს იქით დარჩენილი ქართველები ტელევიზიით გამოჩენას ერიდებიან და ამბობენ, რომ ეს მათ უსაფრთხოებაზე უარყოფითად იმოქმედებს. ამ მიზეზების გამო წინასწარ გიხდით ბოდიშს, შედარებით მწირი მასალისთვის, თუმცა გარწმუნებთ, რომ ამ ქალბატონის გაცნობა ნამდვილად ღირს. მოდით ერთად ვნახოთ იმედა ზარანდიას ისტორია და ქართველების ცხოვრება ენგურის ხიდის ორივე მხარეს, იმედის გმირებში. ენგური ყოფს აფხაზეთს და საქართველოს. მათ ეს მიაჩნიათ აფხაზეთის თვითონ და თვითონ თავისი წესებით არ გაგიშვებენ და არ არის გადასვლა იოლი როგორც ომამდე რო იყო. ომის შემდეგ გაჭირდა, იმის შემდეგ არის ეს გართულებული გზის გადასვლა და გადმოსვლა. ენგურზე მიხვიდოდი საბუთს აჩვენებდი და გაგიშვებდი. ახლა გართულებულია იმიტომ რომ რუსებს თურმე თავისი კანონი აქვს და ერთი ცუდ მდგომარეობაში რო ნახონ ეს პასპორტი იმას ვერ მიგიღებ და გაბრუნება. შეიცვალა ვითარება და ბავშვები სწავლობენ რუსულად, მაგრამ ჩვენი ენა მაინც არის ერთი. ახლა სკოლები რა თქმა უნდა წილით 500 მასწავლებელი იყო, ახლა ბავშვები გადასული არიან, ახლანდელ ბავშვებს სული ეძნელებათ, მაგრამ მაინც ცოტა დაბრკოლებები იქნება, მაგრამ მაინც სწავლობენ ბავშვები. 55 წელია სკოლაში მუშაობდა, წინეთ რო იყო რუსული ენა საერთო, ასე არის ახლა ქართული ენა მარტო საერთო. დანარჩენი გადის რუსულად, ქართულია ქართულად. დანარჩენი რუსულად. დაჟეკი ბავშვება მოგზავნიო. კინე. შენ დაჟეკი მოგიბიჭი? ახლა მიდავზევი აქეთ. გიორომი ესა. მოდიდიო. ლამე ამოიღებ ფანქრებს, რვეულს და ცოტა დავწეროთ. ჯანო, მე შენ დაგაწერიეთ ჩემი ხელით. აი ეს გასაფერადებელია ჩემი ბიჭი. მე ფანქრებს მოგცემ, მე ეს ყველა უნდა ამოაფერადო. მე ვეხმარები პატარა ბავშვებს, რომელსაც უჭირს ლაპარაკი, უჭირს წერა-კითხვა და ამას რომ შევასწავლო, რომ დაიწყოს წერაც, კითხვას და განვითარდეს ბავშვი. აი ამიტომ ვეხმარები ისეთ ოჯახს, რომელსაც არ შეუძლია და ყოველდღე არ დადის სკოლაში. ახლა დავწეროთ შენი სახელი ჯანო. ჯ ა ნ ო. ის ბავშვი ერთი ხო რა არის ბლუ მას ხელზე ჩემი ხელით დავაწერიე. ჩემი ხელით კი დაწერს თვითონ რომ მოგეთ. ისე კი ვერ დაწერს. ასე ხაზებს გაუშვებს და რამდენჯერ ვცადე, მაგრამ ეხლა ახალგაზრდა მასწავლებელსაც კიდევ არ შეუძლია რომ მაგას უნდა სპეციალური ლოგოპედი და მე სპეციალური მასწავლებელი რო დაუჯდეს ყოველდღე და რამე შეასწავლოს და აი სიტყვების დაწერა და გამოცნობა მე არსოები. თვორ ამოეთ
18 ერთად ძმა არსებული პრობლემების მიუხედავად რაც არის აფხაზეთში თუნდაც ერთი სიტყვა რო თქვა ქართული უკვე იქ არის პრობლემა თუ გაგიგეს ამის მიუხედავად ქალბატონი იმედა იქ ასწავლის ქართულად და აკეთებს ბავშვებისთვის ასაკეთო საქმეს თუ გამბედაობა არ აქვს ვერ გააკეთა იქ უბრალოდ ქართულის ლაპარაკი არ თუნდაც საზღვართან დაგიჭირონ ეს უკვე ტალფასია იმისა რომ ერთი სამი თვით რაღაც ამოყო თავი და მით უმეტეს ქალბატონი იმედა სადაც ცხოვრობს იმ სოფელში საკამაოდ სიღრმისეულად არის გალის რაიონის ცოტა იქთა შორის სოფელია იქ უკვე დაანჭირს ელემენტარული ქართულის მოსაუბრე ადამიანიც იშვიათად შევხვდებათ დღესდღეობით თუ ქალბატონი იმედა არა ნამდვილად ეს ხალხი დარჩება ის აი ეს ფეხსაცმელი ბავშვის აქტიურად არის კონტროლი და ძირითადად არის მანდ ჩასახლებული აფხაზები და რუსები. და გაკრძალულია მე როგორც ვიცი ქართულად საუბარი, ქართულად სწავლა, ქართულად წერა და რაც უფრო გალიდან შორს არის უფრო ვრცელდება, იმიტომ რომ უფრო არის დაკავშირებული სოხუმთან ახლოს ის ტერიტორიები, ვიდრე აქეთან ნაპირის და მით უფრო არის მან გამკაცრებული არის რუსების მიერ. თუნდაც ორი სიტყვა რო შემორჩეს იქაურ ბავშვს დღესდღეობით იმედი ყველაფერი გამოსწორდება ქართული. არ გადიკავით ახლა? ყველი ცით ბავშვებო. როგორ ისწავლით? ტერიტორია შეიძლება დაბრუნდეს, მაგრამ ხალხის დაბრუნება ისევ იმ დონეზე, რაც ადრე გქონდა ჩვენი წინაპრების მიერ შემორჩენილი, შეიძლება ცოტა რთული იყოს ამ ყოველთვის დაბრუნება და თუ არა რაღაცა ერთი სიტყვა, თუ არა რაღაცა ერთი ნაწერი არ დაუტოვა ამ თაობამ. ქალბატონი იმედას ეს ჯაფარო არა, ალბათ უკვე გაჭირვება იქნება იმ ხალხისათვის, რომელიც იქ ცხოვრობს. ამას აკეთებენ ერთეულები. იყო ისეთი მომენტები უფრო ადრე ისეთი ოჯახები, რომელიც საწნეხელზე 3 და 4 იწვა ერთად. იმიტომ რომ არ ქონდათ არაფერი, მაგრამ ახლა არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ ბავშვები საწნეხელში ჩაწვეს და რო იყოს, მაგრამ ახლა ისეთ პირობებში ბავშვი სად დაჭდება და როგორ ისწავლის, თუ არ ასწავლა ვინმე. აი, იმიტომ გადავწყვიტე, რომ ის გაჭირვებული ბავშვები რო შევასწავლო რაღაცა და რა არის ადამიანი, რას ნიშნავს ურთიერთსიყვარული, ეს ყველაფერი იგრძნოს ბავშვმა და გაათანასწოროს, აი ამიტომ ვეხმარები ამ ბავშვებს. მესამე წელია მე მათ საჭმელს ვაძლევ, რამე წამალი დასჭირდება, ჩასაცმელი დასახურავი. ახლა ყოველ თვე რომ მივდივარ იქ ეს ტყუილია, მაგრამ ყოველ მესამე თვეს და რო ავიღე პენსიას და ხელფას, ახლა მივატოვე მე 2012 წლის სექტემბერში მუშაობა. პენსიაზე გადავედი, მაგრამ მე მაგალითად ამ პენსიით უკმაყოფილო ვარ, იმიტომ რომ 55 წელი ვიმუშავე. ხომ ღებულობა 125 ლარს. ამ 125 ლარი 50 მაითი მათ ახლა ყველას მივცემეს ტყუილი 60 ლარი მე მრჩება. ამ 50 ლარის ბავშვებს და მიმაქვს საკაშეები, სარეცხი, საპონი, შაქარი, ხვნილი, ბავშვების ზოგიერთ ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, თეთრეულები, ახალიც და ჩემი სახლიდან გამოტანილი, რომელიც დახეული და არაფერი ის რა არა დაკრახმალებული, ისიც მე მაქვს იმ ბავშვებთან. ძალიან მაგრა ჭაბობე. ურთულესი პირობები ჩვენთან, აი მე სადაც ცხოვრობ, იქ არის ძალიან ცუდი. არის რუსების დასახლება და ძალიან აკონტროლებენ რუსები. აი ცოტა ხნით დატოვებენ და ხალხი აი დროს ახერხებს რაღაცნაირად გადასვლას. თორემ ძალიან ჭირს. ქალბატონი იმედა
მართლაც აფხაზეთის იმედია რა, ვიცი, მე ვიცნობ გადასარევი ქალბატონია, ძლიერი პიროვნება, მთელი თავისი ენერგია და თავისი ცხოვრება ბავშვების აღზრდა შეალია და ეხლაც ამ საქმეს ემსახურება არის იქ. უდიდესი გმირობაა, როცა შენ აკეთებ ისეთ საქმეს, შენს ენას, შენს ქართულ ენას რო არ დაავიწყებს, თუნდაც ერთ ბავშვს. და ამას აკეთებს ქალბატონი იმედა. ეხმარება მთელს სოფელს, თავისი მწირი ხელფასი, თავისი პენსიის ნახევარს გაჭირვებულ ხალხს უნაწილებს და ეს არის დიდი დამსახურება. ძალიან ისეთი საკითხია, რომ შენ ისედაც გაჭირვებული ცხოვრება, ისედაც მწირი ხელფასია, პენსიები და ეს ხალხს რო გაუნაწილო. ძალიან თავით დასაფასებელი საქმეა და გამონაკლისი გააკეთებს ასეთ საქმეს. იქ რო არიან, იმათთვის ნამდვილად არის იმედი. ჩემი და არის ძალიან შრომელი. თვალით მაგ ნანახი რომ ბავშვებთან მიქონდა საჭმელი, რომელთაც არ ქონდათ საშუალება ცხოვრების საჭმელის ჩასაცმელი და ყიდულობდა ამას, ჩემთანაც რომ მოდიოდა, ჩემთანაც იყიდა სადმე გახეს და იმ ბავშვებთან. მეც ვეუბნებოდი, სოდვები არიან, კარგს აკეთებ თქო. მოღუნული რო არის და თავისი ავამტყოფოა, ოსროყონ დროს რო ეუბნებიან. აი ეს დამართა იმამ, მთიანი ადგილია, სადაც ცხოვრობს. იქიდან ტვირთის გადაზიდვა, ეს თხილნარი ქონდა, ეს სიმინდი ქონდა, ყველაფერი ქონდა და მართლა მუშაობდა მაგრად. რამდენჯერ ის ვირისის ხილი იყო, ბოსტნეული იყო თუ რაღაცა, ყველაფერი მაგეს თვინ ურდოდა, მაგრამ ახლა უკვე ხანში შესულია და აწია არ ვიცი რას იზამ. ძალიან უჭირთ ხალხს, ძალიან მოსახლეობა ძალიან არის იქიდან გადმოსულები, ვინც არის ყველა ნერვები დაძაბული. როცა გადმოდის აქ მხვდებით, ხანდახან შეიძლება რჩება, ვერ გადადის, ძალიან უჭირთ გადასვლა იქითაც, აქითაც. დაიტვირთება პროდუქტებით, რამდენჯერაც დავხმარება ვარ გადატანაში, რამდენჯერ სუმკებით და პროდუქტის გადატანაში. ყიდულობ ზეთი იქნება, ეს იქნება, რა ვიცი, პროდუქტი, პირველ დახმარების პროდუქტები. რაც შეიძლება დატვირთული, დახუძვლული მიდის ქალბატონი იმითა. კალში არის ყველაფერი, მაგრამ კალში უფრო ძვირია და რუსული ფული უნდა. რუსული ფული უნდა გაახურდაო და რაღაცა წამოვალ ზოგჯერში ვიყიდი და ისწავლება არის, მაგრამ პირობა მივეცი და ისეთი ბავშვი ეხლა თუ გული აქვს ადამიანს, ყველა შეეწოდება. თქვენ რო იყოთ, თქვენც გაიღებდით, არ იცნობდით, მაგრამ ისეთ ბავშვებზე. და ისეთ ხალხს, რომელსაც შეუძლია, ყველას მივუაწვდით ჩემს ხმასოს, დაეხმაროს ამ გაჭირებულ ბავშვებს. ის ერთი ობოლია და მეორეს მამა და დედაქალს, მაგრამ რო არ ყავდეს ისეთია, არ შეუძლიათ, მაგრამ აი ამიტომ ვაკეთებთ, რომ ეხლა ვის უნდა სხვას რომ ისეს ფული და რამდენჯერ ჩემი შვილიშვილებს ვთქვია, ბებია, იქით რომ იგაქვს, ჩვენ არ გვინდაო? მე მგონია მაგ ბავშვები ერთხელ ჩამე. აბა რო ქონოდათ საჭმელი, ის ბავშვები სამაცხოვროდ სამეზობლოში არ მივიდოდნენ და პური გააქვს, არა გაქვთ ხომი მაინც მომეცით. ხომის ისე შევჭამთ, შეჭამადი არ გვინდაო. არც ყველი არც არაფერიო. ბავშვი ამას თხოვობს, ის ხომ უკიდურეს შემთხვევაშია. მე ვაპირებ, სანამ შეიძლება ხვალ მოვკვდე, მაგრამ სანამდე ვცოცხლობ იმ ბავშვებს დავეხმარებ.